ეფერამეს დაამომეწონა ის რომ ქრისტიანობა ქრისტეს მოძღვრების გარდა ჩვენში ნიშნავდა მთელი საქართველოს მიწა-წყალს ნიშნავდა ქართველობას დღესაც მთელი ამიერკავკასიაში ქართველი ქრისტიანი ერთისა და იმავე მნიშვნელობის სიტყვები არის გაქრისტიანების მაგივრად გეტყვიან გაქართველდაო დღესაც ეს რომ იცოდეთ თქვენ იმიტომ რომ აი რაღაცა გამონათებები რო არის სოფლიოში ერთმა თქვა ჩეჩენმა თქვა რომ მე ქართველების წინააღმდეგ გამიბრძოლებ ქართველმა თქვა მე იმის წინააღმდეგ გამიბრძოლებ ინგუშებისაც იარბობ ეს ძალიან სასიხარულოა აი ამიერკავკასიაში თელ კავკასიაში არის რომ გაქრისტიანდა იყვნენ გაქართველდა ჩვენმა სამღვდელებამ კარგად იცოდა რომ მამული და ეროვნება ჯგუფთან ერთად შეერთებული ჯგუფთან შეხორცფისებული უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარი ტყის წინაშე სიტყვას გადაგებისას სწავლას მოძღვრებას სულ იმაზე იაქცევდა ხოლმე რომ მამული და ეროვნება ჯგუფამდე გააპატიოსნოს სარწმუნოებამდე აღამაღლოს ასწიოს და ყოველივე ამ სამს წმინდას და უდიდეს საგანს ერთად შეერთებულს თავდადებით ამსახუროს და თავ განწვრილებით ამოქმედოს. აი სად და რაში პოულობდა ჩვენი უწინდელი სამღვდელობა თავის სულიერ და ხორციელ ღონეს. ხოდა ბევრმა კარგად იცოდეს, რომ არასდროს არ მინდა ამის თქმა და ეხლაც არ მინდა, მაგრამ ბევრმა იცოდეს, რომ წესის აგებაში, ნათლობაში და ჯურისწერაში მარტო ფულს რო შონილობდა, მე როცა დავამთავრე ხუთებზე სასულიერო სემინარია, წავედი სამხატვრო საქართველოში, სადაც არცერთი ქართველი არ იყო და მე შევედი კათოლიკეში. და დავაბრუნებინე ცნობიერება ქართველს, ფრანგი კი არა ქართველი. ხოდა ვიცხოვრე ჩემი ხუთი შვილი და ცოლი, გაუძელი უშველებელ გაჭირვებებს. და 10 წელიწადი ვიცხოვრე იმ უდაბნოში. და უდეც მართლმადიდებელი გახდა. არ არის უშველებელა ნინოს სახელობის ეკლესია ავაშენე. ივლიტაც მართლმადიდებელი გახდა, ხიზაბარვაც ბევრი მართლმადიდებელი გახდა. და კიდე რაღაცები მოხდა საფარა გაიხსნა, ვარჯია გაიხსნა, ზანბა გაიხსნა, ყველა ჩემხელში მოხდა. ყველა ქუჩა იოანე ევთიმე, გიორგი თათმეტ, პეტრე იბერის და ასე შემდეგ წმინდანების სახელობების გავხატე. ხოდა მაშინ მოღვაწეობა თუ მარტო იყო ჯვრისწერები და წესისაგან და ფული შოვნა, მე განა მაგაზე ვარი კი არ მეთქვი. მაგრამ რაც იყო გასაკეთებელი ის იყო. იმ ბოგდანოვკაში ნინოს წმინდა დღეს იქ იყო საჭირო აშენება წმინდანოს ლაპარაკი და დღეს რომ იქ არის მამები და დედები გვირები არის ისინი და უპატრონოდ მიგდებული და მართლმადიდებლები ვართ ჩვენ ქრისტიანები ვართ და მრევლი ყოს მაგარი საკუთარი თავი უნდა იცნო ვინ ხარ შენ და სატრაბახო მაშინ უნდა ნახო თუ გაქვს და ან ავტორიტეტი თუ გაქვს საერთოდ ხოდა როცა იკვინები უნდა იცოდე რომ კბილები არ უნდა ჩამოვუძვეს ნომი ჩვენ ხო გქონიათ რომ ძალიან ძლიერი ცხოველია ლომიც, ტურაც, მელაც, მგელიც ყველა ნაძირალი იმიტომ რომ იმას შეუძლია შვილი შეუჭამოს მეორეს შვილი შეუჭამოს მესამეს მეოთხეს მის თვალწინ შეჭამოს გინდა კამეჩი იყოს გინდა რაღაცა სხვა გინდა არტილობა და გინდა რა დააგვერდით თქვენ აბა ცხოვრებას მაგრამ სპილო არავის შვილს არ შეჭამს არც არავის შეუჭამს არაფერს სცენარები ჭამს ხორცს არ ჭამს და ამიტომ ჩვენ ვიფიქროთ როცა გაგვაცხოველებენ აი სრულწინააღმდეგ მეტყველების იდეოლოგიით და გაგვაცხოვენენ ეს 30 წელიწადი ოპერა ერთმანეთი ჭამადებიც უკვე და ცხოველებად გადაგვაქციეს ლომებად, ტურებად, გლებად, გველებად, ანაკონდებად, რა ვიცი, გიურზებად. დააგვირდით თქვენ ამას.
დაბრუნდი, მოიგეცით და უკვე მოგვითხრა მოვედით ჩემ და მაშვრალი და თვითმცემენ და გაგისვენეთ მე. ჯულში დაგვიძახეს და ეს ჯული მოიტანა წინდანინო. ეს ჯული მანამდე იქანდაგან ანდრეა პროცედურა სიმონკანანელმა ათათა მოციქულმა და ამათი გაქრობა მიტომ უნდოდა ურჯულოებს და ათეისტებსაც და ლიბერალებსაც იმიტომ უნდა ამათი გაქრობა რომ ჩვენ რჯული არ მივიღო ჩვენი თავი არ მიცნო ჩვენი თავი არ შეგვიყვარო და ჩვენ მოყვასი არ შეგვიყვარო ჩვენ უნდა ერთმანეთის შევჭამოთ დავერიოთ ერთმანეთს როგორც ცხოველები და შვილები შევჭამოთ ერთმანეთს და გერმანელები ყოფილან კარგები და ფრანგები ყოფილან კარგები თორმე და ქართველები ჩვენ გავიხედეთ ევროპისაკენ აგერა 326-ით გამოვაცხადეთ სახელმწიფო რელიგია დაუბრუნეთ მაზდიანობა გავიხედეთ ევროპისკენ იმ ფანჯარაში გადავყავით თავი ევროპა ვერ გვიპატრონა ჩვენ ვერც აღმოსავლეთის ქრისტიანები გვიპატრონა ვერც თავის თავს ვერ გვიპატრონა იმ საწოდავ იმას ახალი პრობლემები გაუჩინა ეგ საჩუქება აქ ჩვენ კიდე ძლივს დავიცავით თავი ძლივს გადავარჩინეთ და მაინც მოვედით აქ სად ვიხედებით საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ ცოდვებით განცდა ცოდვათას და რაქვია მაგას კიდე ცხოვრებად ჩვენ თავში უნდა ვიყოთ უნდა ჩვენი თავი შევიცნოთ და უნდა მოყვასი გვიყვარდეს როგორც ჩვენ შევიყვაროთ ჩვენ თავს და აგერ იდეას დაძახებით კიდე როგორც ასწავლიდა სამღვდელოება ძველად თურმე ასე ასწავლიდა აფლაცემა ის უნდა გააგრძელოს სამღვდელოებამ რომ მამული ენა და სარწმუნოება ეს ერთიანი კავშირია რჯულია ჩვენი